აგვავსეთ ენერგიით, ძალიან მაგარი. Თქვენს წინაშე იყო ნიჭიერთა აწლედის ჯაზ კვარტეტი. ჩამოგითვლით მუსიკოსებს: პაპუნა შარიქაძე ფორტეპიანო, დიმიტრი ლეკოიშვილი საქსოფონი, მიხეილ ხოშიკიანი კონტრაბასი და გიორგი კაპანაძე დასარტყამი ინსტრუმენტები. ბრავო! კიდევ ერთი ბრავო. ავესაუბროთ. ამ რა უნდა ვქნათ? ჩვენ გვყავდნენ ეს არაჩვეულებრივი მუსიკოსები ერთხელ. ამას ბოლოსთვის დავიტოვეთ. ეთერში და მიხარი რომ კлау გვაქვს საშუალება რომ გიმასპინძლოთ. იმიტომ რომ მიგეგმება ქუჩის მუსიკის ფესტივალი, სადაც მონაწილეობს ეს. ხო და ეხლა სხვა სტატუსით მასპინძლობთ უკვე ხარს. აბუნდა ეხლა რას გულისხმობს, მოდი გითხარი ეს ქუჩაში დააკრას უშუალოდ? აი რა ვიცი, გვეძლევა კიდევ ერთხელ ახალგაზრდებს რომ გამოვიდეთ და რა ვიცი, დავიკმაყოფილოთ ჩვენი შინაგანი რაღაც მუსიკალური სურვილები და დაუგრათ რა. რა ვიცი, ვაკეთებ რაღაც თემებს ვამზადებთ და ყველანაირად ვამზადებით და იმედი მაქვს რომ ასიამოვნებთ იქ მოსულ მსმენელს. გართულებული ვარ, სიამოვნება დიდი იქნება. ეხლა რა მინდა გითხოთ. უცხოეთში არ ეგეთი პრაქტიკა, რომ ქუჩაში მუსიკოსები ფულს შოულობენ, ესე უხეშად რო თქვა. თქვენ ზადხართ რომ ეს გააკეთოს, სტუდენტებზეა უფრო საუბარი, რა თქმა უნდა. ნუ რა ვიცი, მე პირადად რაღაც განოცდილება მაქვს ეს, იმიტომ რომ საქსოფონისტებს ზოგადად ასე ვთქვათ, ჩვევია ეს, იმიტომ რომ ქუჩაში დაკვრა არ გულისხმობს იმას, მხოლოდ რომ რაღაც დამეხმარეთ და რაღაც ფულის შოვნისმის, უბრალოდ თავის სკოლა ეს და ასე ვთქვათ, პრაქტიკა, ხო, კულტურაა და თავისი წესები აქვს ამას და რა ვიცი რა. და ხშირად ძალიან სერიოზული მუსიკაც იქნება. კი, რა თქმა უნდა, ხშირი ჯემსეიშენები ასე ვთქვათ, ჯაზური. აკუსტიკაც სხვა არის, ხო? იქ სხვა, კი, აკუსტიკა და რა ვიცი.
ძალიან დიდ შედეგს იძლევა. აი ყურადღება რამ ხელა, ყურადღება როგორია ხალხის. მე მაგალითად სულ ჩერდები ხომ, როცა ფეხი დავდივარ და გადავა. ყურადღება ასე თუ ისე არის, ოღონდ უფრო ახალგაზრდებს აქვთ რა ეს ყურადღების. უფროსები ხო არ ცხულობენ ხანდახან. ის შეათად. ეს საკონცერტო სივრცეთ, ქუჩა, რამდენად მოსაწონია და მისაღებია მუსიკოსისთვის. თავარია კაი გახმოვანება იყოს და როგორი გახმოვანება ხოლმე? ეს ხო ბუნება არ შევა ამ ყველაფერს. მსმენელი მთავარია და თუ მოგისმენთ, კარგად დაუკრავ. და არ აქვს მნიშვნელობა ქუჩაში დაუკრავ თუ საკონცერტო დარბაზში, ხო? აი ადვილია უფრო, როდესაც სცენელთან ესე აი 1 მეტრში ხარ დაახლოებით, უფრო ადვილია თუ უფრო რთული. ნუ გამბედაობას გაძლევს ეგრე ვთქვათ და ანუ უფრო კარგია. კი, რა თქმა უნდა. მართალია. ავიდე ხო იქ. ბოლოს ის რო შემოიტოვე ის პატარა ნიჭიერი მუსიკოსი. უცებ ერთი რაღაცა, უცებ. მე მასწავლე. შენ რამდენი წლის ხარ ჯერ? 12. და რამდენი ხანია უკრო? 1 წელი. 1 წელი? სად იყავი ამდენ? როგორ მოგწოს ახლა ეს იდეა? როგორ მალე? შენ როგორ ერთად? კარგია ჩემი აზრით და ბევრი კონცერტები თუ გამართება, ეგეთი კარგი იქნება. და შენ იცი სად უნდა მოვიდეთ ქუჩაში როგორ ნახოთ ყველანი ერთად? როდის მოგისმენთ? სად მოვიდეთ? თქვენ როდის უკრავთ? 17-ში. ხო. დაუკრავთ. ჩვენ აუცილებლად მოვალთ, ხო იცი? ნუ მასწავლე უყო რაღაცა. ერთხელ ვცადე და კარბოდა სტუდიიდან ხალხი. კარგი. მაშინ ახლა ეს ყველაფერი ვკითხოთ ორგანიზატორებს უფრო ზუსტად საათ როდის და როგორ. კარგით. ჯაზ კვარტეტს ძალიან დიდი მადლობა. შეგხვდებით აუცილებლად, ამით დაგეშვიდობთ და ახლა ორგანიზატორებს უხმობთ სტუდიაში. ვიდრე სცენას კიდევ სხვა ბენდი დაიკავებდეს. მას ასე არასამთავრობო ორგანიზაცია დრონის პრეზიდენტი ბატონ გიორგი კიკალიშვილი, პროექტის კოორდინატორი დიტო კურტანიძე და ფესტივალის PR მენეჯერი ლელა კიკალეიშვილი არიან ჩვენთან სტუმრად. ხო. მოგზავნით გთხოვთ სტუდიაში. როგორი ძალიან მაგარი იყო. პატარა ხო. აი ერთი წელიო და ესე იგი კარგია რა. შემიძლია შეიძლება 3 წელი ვიღაჩი. ესეთი პირველ რიგში ძალიან კარგი საშუალება. მე მიყვარს ესეთი ქუჩაში კარგი მუსიკის მოსმენას არჯერია ცოცხალი შესრულები და თან მინდა რომ ჩემ შვილებსაც ნახო რა შვებიან მისით ანატოლები როგორ ფლობენ ინსტრუმენტებს და მე ვიცი რომ შარშან იყო მსგავსი პრეცედენტი მაინტერესებს როგორ რა გამოხმაურება პოვა და რამდენად დაესწრო ხალხი. შარშან გაიმართა 2012 წელს, რომლის ორგანიზატორი საქართველოში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია დრონი. გამომდინარე იქიდან რომ ფესტივალს მოყვა ძალიან დიდი რეზონანსი, ამიტომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს რომ ეს ფესტივალი წლიური გაახადონ და სახალხო ზეიმად იქცეს. აქვთ ასევე გეგმები რომ თბილისი, არა მხოლოდ თბილისი იყოს ამ ფესტივალის მასპინძელი, გავიდეს საქართველოს სხვა რეგიონებში, დიდ ქალაქებში, ბათუმში გეგმება, ქუთაისში, ზუგდიდში შემდგომ წლებში. ითრაკი საინტერესო, აი რა დაისახეთ მიზნად, როცა ეს იდეა მოგივიდა თავში, რომ აი ქუჩის მუსიკა, თქვა, რა მიზნად რას ისახავდა ეს? მიზნად ისახავდა აბსოლუტურად ყველა, ვისაც კი შეეძლო დააკვრა ან სიმღერა, რომ გამოსულიყო და რაღაცა საერთო დღესასწაული მოგვეწყო ხალხისთვის და მსმენელისთვის. ხო არ იყო ჩაშან ვინმე ესეთი, ვინც უცნობი იყო და თქვა გამოვიდა და ძალიან მაგრად დაუკვრა. ჩვენ დასახარულად ჩვენი ფესტივალის შემდგომ უკვე ისინი რაღაც პროექტებზე, მუსიკალურ პროექტებზე გამოვიდნენ და საკმაოდ ცნობილები არიან დღეს და გვიხარია რომ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ხალხს წარუდგინეთ. ვინ არიან ისინი? ბევრი შელბი იგივე დღევანდელი აკრძალული ხილი ვინც გამოვა და დაუკრავს. ეს შარშანდელი აღმოჩენა იყო ფესტივალში. და როგორ არჩევთ საერთოდ ბენდებს, შემსრულებლებს ამ ფესტივალისთვის? რამე კრიტერიუმები თუ არსებობს? კრიტერიუმია ის, რომ უნდა უყვარდეთ მუსიკა და ესა ყველასთვის ღია. ანუ როგორც პროფესიონალები, ესევე ნახევრად პროფესიონალები, მათთვის ღია არის ეს კარი, ჩვენ მქონდა გამოცხადებული, ასე ვთქვათ, open calling, სადაც შეეძლოთ ყველა მუსიკოს ჩაწერილიყო, რეგისტრაცია გაევლო. ალბათ ასაკიც არ არის, ხო შეზღუდული? არანაირად, არც ასაკი არის შეზღუდული, მაგრამ ძირითადად როგორც ესე ახალგაზრდები ჩაეწერდნენ და ახალგაზრდები. ანუ ვოკალისტი ყავთ, არ ყავთ, ხო? ამ მნიშვნელობა არ აქვს. არა, ეს ინდივიდუალური ინსტრუმენტები, ბენდები, ორკესტრები ამ მარტო შეუძლია მოვიდეს. ასაკი
ასაკი რამდენად? თითქოს სულ ახალგაზრდებს ხვდებით. აი როგორც ხედავთ 11 წლის არის ყველაზე პატარა ჯერჯერობით და გვეყოლება 70 წელს გადაწყვეტილებით, რა. ანუ ყველა ასაკი არის. სრული თავისუფლება, როგორც მუსიკა, ისეთი ეს ფესტივალი. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული ეს ფესტივალი, რომ ეს იქნებიან ცნობილი მომღერლები, მუსიკოსები, ბენდები თუ დამწყებები, ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს ამ ფესტივალში და საკუთარი შემოქმედება წარმოადგინოს. აი დრონის არასამთავრობო ორგანიზაცია ადრე რა პროექტებს ვაკეთებთ? ადრეც და ახალც ვაკეთებთ და ვაპირებთ რომ მომავალშიც გავაგრძელოთ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ასე ვთქვათ ადგილობრივი პროექტი, თუმცა გვაქვს როგორც ადგილობრივი, ესე საერთაშორისო პროექტები. ორგანიზაცია დაფუძნდა 2003 წელს ზუგდიდში. შემდეგ განმოგზავნეთ მოღვაწეობა თბილისში და ძირითადად ოფისი გვაქვს თბილისში. ვაკეთებთ მუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც არის ახალგაზრდების ჩართულობა, მოხალისეობრივი პროგრამები, აქტიური მოქალაქეობა და ასე შემდეგ. გვაქვს სემინარები, საერთაშორისო გაცვლები და ესეთი ღონისძიებები. სანამ ჩვენ საუბრობთ ფესტივალის ჩატარებას. აუცილებლად უბრალოდ მომავალ წელს იქნება უფრო ეს ადგილობრივი მუსიკოსებით, აი როდესაც გასვლითი კონცერტები იქნება თუ აქედანაც წავენ? ყველას სურს აბსოლუტურად, ვისაც კი აქვს. სრული თავისუფლება და დემოკრატია. თავისუფლება, იმიტომ რომ დღეს წელს თბილისში მაგალითად ჩამოდიან იგივე რუსთავიდან, იგივე ქუთაისიდან, თუმცა ქუთაისის და ბათუმში წელს გაიმართება ეს ფესტივალი, მაგრამ მას თუ ისე მათ ზოგს ურჩევნია რომ ჩამოვიდეს თბილისში შემოგვიერთდნენ და დაუყარნ. ქუთაისშიც საკმაო მასშტაბებში შეიძლება მე ესე ვფიქრობ. ქუთაისში ძალიან უყვართ მუსიკას, რომ მეც ესე ვფიქრობ. თვითონ ქუთაისში მუსიკოსებმა ითავეს ამ ფესტივალის გამართვა, ასე რომ. კარგი, სანამ ჩვენ საუბრობდით, ესე ჩუმად შემოიპარდნენ. აკრძალული ხილი ყოველთვის ტკბილი. ხო, აკრძალული ხილი ყოველთვის ტკბილი და რაღაც ესე შემოიპარდნენ. თითქოს აკრძალული იყო და ჩუმად. მაგრამ ტკბილად. აკრძალული ხილი, მორიგი ჯგუფი, რომელიც მონაწილეობს ამ ფესტივალში, მე ვფიქრობ გამარჯობა, პირველ რიგში მე ვფიქრობ ჯობია რომ მოგისმინოთ და შემდეგ ვისაუბროთ, ხო? კი ბატონო. დასაწყამის წითელი სოსი ახალკაციშვილი ლაშა უგუნავა სოლო გიტარა და კლავში თონიკე ზურებიანი. და შენ? მე მითი შევიდა. დაბოთხე. ხელოდები. გემოვნებისთვის სიძვის თემის სამყარო. ესეა გემოვნება.
უშოვენ სახეს ზღვის მეტად სულებს უგებენ ხალხს მეფეები მოვიწოდეთ საცხავს ბახსენი ცენტრი და ჩვენ არ ვიდაო არა ხილი მადლობთ გემოვნებისთვის ბრძოლა შევწყვიტოთ საყანი და გავისაუბროთ თქვენი ჯგუფის შესახებ ვინდა რომ მოგვიყვეთ აი ბიოგრაფია დაჩაწერით ბიოგრაფიაში თქვენი ჯგუფის ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა 1 წლის წინ ზუსტად ეს იყო რა ქვია ქუჩის მუსიკის ფესტივალი იყო ხო ჩვენ გითხრათ თქვენ ხართ აღმოჩენა წინა ფესტივალის ანუ პირველად მაშინ მოხდა თქვენი ესე თქვა პრეზენტაცია და წელსაც სიამოვნებით გავალთ და ბევრი სვენელი ყავს ერთი სიტყვით. ისე საინტერესოა. ეხლა გადავიდეთ აქეთ კლავიშთან. თქვენ რასაც ასრულებთ ის მუსიკა არის თუ არა ქუჩის მუსიკა? კი, ქუჩის მუსიკა არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს გრძნობთ. არის. გასაგებია ძალიან კარგი. მაშინ მოდი თქვენ კითხავთ, წითელს კითხავ. საოცნებო სივრცე კონცერტისთვის, ეს არის სტადიონი, ეს არის ისევ ქუჩა დაუშვა თუ რაღაც ფესტივალი ჯაზ. ქუჩას თავისი დატვირთვა აქვს და იმას თავისი დატვირთვა აქვს ახლა რა ქვია სტადიონს. დაუშვათ შეცვლიდით რაღაცა სტადიონს მე ვიცი რა პროგრამა სტადიონის და ქუჩისთვის? არა, არ შევცვლიდით, მაგრამ იმას ხო თავისი დატვირთვა აქვს. ახლა ქუჩაში მაგალითად ყველა გამლერი ჩერდება და მოდის და ისმენს, ხო? თავარი არის ემოცია კვირისას და ტექსტის შინაარს. და ახლა შეცდომები რაღაცები შეიძლება დაუშვა და კვირისას, მაგრამ თავარი ეგ არ არის. თავარი რა არის კონცერტის ბოლოს რომ მაყურებელი იყოს აღთავარებული თუ თქვენ რაღაცნაირად რომ ყველაფერი კარგად რაღაცა წესები აქ არსებობს აი ესეთი ტიპის მუსიკაში. თავარი ალბათ ის რომ თავისუფლად იყო და იმღერო ის რაც გულიდან მოდის. შეცდომებს რაც შეეხება მაყურებელი თვითონ შეაფასებს და ეს კარგი დადებითი იქნება თუ არ ყოფილი. აქ მნიშვნელობა თქვენთვის. აი ძალიან დიდი აპლოდისმენტები იქნება თუ ჩვენთვის დადებით რო იქნება უფრო უკეთესია, მაგრამ რასაც შენ აკეთებ და რაც გულიდან მოდის, ის უნდა გააკეთო მაინც რა. და მე მგონი ჩვენ ისეთ მუსიკას ვქნით, რომ ბევრი კმაყოფილია.
კი, ნამდვილად ესეა. შეცდომებზე საუბრობდა, შეცდომებთან შეხება ჩვენ სტადიონზე იმდენ შეცდომა ახლა. თამაშის დროს რო. რა ვიცი. და მაინტერესებს რომ ამ ფესტივალის ფარგლებში როდის და სად დაუკრავთ? ჩვენ სავარაუდოდ დავუკრავთ რუსთაველის ძეგლთან, როგორც ტრადიციულად წინა წელსაც რუსთაველის მეტროსთან დავუკარეთ და როდის რომელ რიცხვში ხდება ეს? ის რომელ მონაკვეთში? ეს მეორე ნახევარში იქნება, სავარაუდოდ ესე 6 საათისთვის. და იქნება შაბათს, ხო, შაბათს? 16-ში, ხო? 18-ია შაბათს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. 18-ში 3 საათზე, ნუ კი, ესე იგი. 18-ში 3 საათზე გელოდებათ აკრძალული ხილი, ჯგუფი აკრძალული ხილი. რამდენიმე წუთში გასინჯენ და აგემოვნე. აბა, დიდი მადლობა. რამდენიმე წუთში კიდევ ერთ ჯგუფს უმასპინძლებს სხვა შუადღის სტუდია ამ ფესტივალის მონაწილეს. თუ ჩამოდიან ხოლმე ამ მსგავს ფესტივალებში უცხოეთიდან მონაწილეობის მისაღებად კი ბატონო, ჩამოდიან წელს ჩამოსულები არიან 5 სხვადასხვა ქვეყნიდან, სპეციალურად ჩვენ ფესტივალისთვის. ლატვია, ავსტრია, დანია, ბელორუსია და სომხები. ესენი 14-ში ანუ გუშინ ჩამოვიდნენ და ერთი კვირა გაჩერდებიან აქ. უშუალოდ 18-ში ქართული შემსრულებლების გვერდზე დადგებიან და შეასრულებენ მსმენელისთვის კომპოზიციებს. და სასურველია რა, კაია, მოვიდნენ, ასე საინტერესოა, რომ ისინი შეასრულებენ ქართველ მუსიკოსებთან ერთად ქართულ და მეგრულ სიმღერებს. და სამბობ. ძალიან საკენდა. მუსიკა ხვანი ვიღო. მეგრულში დავეხმარებოდით წიავნებს. ის საინტერესო ჩვენგან თუ გამგზავრებულან ან იგეგმება რომ დგას ფესტივალში საზოგადოებრივ მიიღო მონაწილეობა ჩვენგან. კი ბატონო, ანუ ქართულ მუსიკოსებმა. ლატვიაში არის ახლა ერთი ფესტივალი ივლისის ბოლოს. ასევე ქუჩის ფესტივალი. კი ბატონო, ქუჩის ფესტივალი და როგორც ვთქვი, ჩეულები და აღმოჩენები ვინც იყვნენ, ერთ-ერთი შეერბი მიყვავს ამ ფესტივალზე, მაგრამ ასეთი ფესტივალები ბევრი იქნება და მომავალში კიდევ ის აღმოჩენები რო გვეყოლება უკვე წელსაც, აუცილებლად ჩვენს გვერდზე დავიტანებთ და წავიღებთ პროექტებს. და ზოგადად მინდა დავუმატო, რომ ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს საერთაშორისო გაცვლებს. და ესა კულტურული გაცვლები და ძალიან ხშირად უშვებთ ეს ახალგაზრდებს 18-დან 30 წლამდე ესეთი პროგრამა არის Youth in Action, ანუ ახალგაზრდები მოქმედებაში, რომელიც ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება. და ეს პროგრამა იძლევა საშუალებას, შესაძლებლობას, რომ დააფინანსონ ახალგაზრდული გაცვლები და დააფინანსონ ახალგაზრდების მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში. თუ ჩვენი ეთერი შევდებ, თქვა, კიდევ გამოჩნდებიან მუსიკოსები, ვისაც მოუნდება მონაწილეობა. დაგვიანებულია რეგისტრაცია ახლა უკვე თუ შესაძლებელი იქნება? რეგისტრაცია დაგვიანებულია, იმიტომ რომ 5 მაისს მორჩა უკვე რეგისტრაცია, მაგრამ შეუძლიათ რომ შეგვეხმიანონ ღამბაშიძის 3 ნომერში არის ჩვენი ოფისი, ამობრძანდნენ და თავისუფალი ზონა აუცილებლად იქნება, სადაც გამოვყურთ მათ ტერიტორიას. იმიტომ რომ მან ხარისხო რო არ დაუშვათ მე რაღაც ერთი რო იყოს ინანებთ. არა, აუცილებლად გახალისნებული გვაქვს. დემოკრატია. ამასობა შემოგვეპარა კიდე ორი მუსიკოსი, ძალიან ჩვენ ერთხელ უმასპინძლებთ მათთან. მე ვინმე გავიგეთ, მაგრამ საინტერესო ახლა რა კომპოზიცია. დუეტი VW, მოგესალმებით ბიჭებო. მე ვიცი რომ თქვენ ხო, ვარსკოვის პირველი სეზონის მონაწილეები, მე ვიცი რომ საუბარზე მეტად გიყვართ დააკვრა, თუმცა რო დავუკავთ მე ვისაუბროთ. არა, ეხლა უნდა დავყავოთ და დავამთავროთ მუსიკალური ნომრები. კარგი. როგორ წავიდა თქვენი კარიერა ვარსკვლავის შემდეგ, საქართველოს ვარსკვლავის? ერთმანეთს როგორ გადავიდა? დადებითად, რა თქმა უნდა. როგორც აღნიშნე ადრეც ცნობადი გავხდით მუსიკის თვალსაზრისით და როგორც ვიზუალურად. კონცერტებზე გიწევენ? კი. ფესტივალებზეც გიწევენ, ხო, ფაქტია? კი, რა თქმა უნდა. და რაღაცა ძალიან ბევრი სიმღერა გაქვთ, ვიცი, მაგრამ უმატებთ, ხო? მე მგონი რაოდენობას და ალბომები ესე ვთქვათ ნელ-ნელა. მოგვიყევთ რამდენი? ბრალდება თქვენ შემოქმედებაში. 120 საავტორო ნაწარმოები. 120 საავტორო ნაწარმოები გაგვაჩნია ამ მომენტისთვის 4 სტუდიური ალბომის დემო ვერსია და გჭირდება ნიჭიერი სპონსორი, რომელიც ნიჭიერი, უფულო, მაგრამ ნიჭიერი. ნიჭიერი, ფულიანიც რო იყოს სტუდიაში. რომელიც დაგვეხმარება, რომ უკვე პროფესიონალური ხაზით ჩაიწეროს ეს ყველაფერი. თქვენ სტილისთვის არ გადაგიხვევთ, როგორც მე ვხვდები და არც არასდროს გადაუხვევთ, ხო? რამდენად არის ეს მისაღები, თქვათ, იმ სივრცეებისთვის და აუდიტორიებისთვის, რომელიც არსებობს საქართველოში, იმიტომ რომ უკვე არაერთხელ აღნიშნე, ეს არის ძალიან განსხვავებული, ძალიან ალტერნატიული ჟანრი, რასაც თქვენ ქმნით და რაც არის თქვენი მხოლოდ. ჩვენ ვთვლით, რომ მუსიკაში არის სხვა მუსიკებს შორის სხვაობა არის.
ტანის მუსიკა, საცეკვავდა ჩვენ თვლით რომ რასაც ჩვენ უკრავთ და ვასრულებთ ეს არის სულის მუსიკა და სულის მუსიკას შესაბამისი სვენელი ჭირდება და ყავს კიდევაც საქართველოში. ძალიან კარგი. კარგი, სანამ ბიჭებს თხოვთ რომ შეასრულო რამე, კიდევ ერთხელ გითხარით ზუსტად დღე და ადგილი და როგორ ეს ტელემაყურებელს რა უთხრათ და გამოფენა დაგაყიროზეთ ორი სიტყვით რა გითხრათ დავასრულოთ. ესე იგი 18 მაისი 3 საათიდან მთელი რუსთაველი აღგრძელდება ქუჩის მუსიკით. იქნება 9 წერტილი, ძირითადი წერტილები იქნება პარლამენტის წინ და რუსთაველზე. გზა იკეტება, ხო? გზა არ იკეტება. არა. მაგრამ ტროტუარი ვაძლევს საკმაოდ ფართოა და იძლევა მაგის შესაძლებლობას რომ გამოვიყენოთ მაქსიმალურად. ასევე დაემატება მე-10 წერტილი დაგვიანებულებისთვის, როგორც თქვით. და 3 საათიდან 9 საათამდე იქნება სხვადასხვა სახის აბსოლუტურად ყველანაირი ჟანრის მუსიკა. ანუ ერთგან დამთავრდა მეორეგან გავიქეცით არის თუ ყველა ერთად მიმდინარეობს? ერთდროულად არის. შეგიძლია მეგობრებთან მოგზაურდეთ. გაუნაწილდეთ? ასე არის ტაბიძის ქუჩაზე. და კვარტეტი სად უკრავს? ჩვენი პირველი კვარტეტი ვერ გითხრეს ბიჭებმა რა წერტილში უკრავენ. 10 წლების ჯაზ კვარტეტი. ესე იგი რა ხდება მაგასთან დაკავშირებით გეტყვით რომ პროგრამები მომსვლელებს დაურიგდებათ ყველას, იქ ეწერება ვინ სად გამოდის და რომელ წერტილში რომელ საათზე დაუკრავს. შეგიძლიათ მობრძანდეთ და ამ პროგრამაში ნახავთ. აფსოს ვერ მოგვიტანეთ. არა, თან რა უნდა ხე გავლას ყველას ნახავ რა. კი ბატონო და ანუ 1 საათი ექნება ყველა გამოსვლას შეასრულოს თავისი კომპოზიციები და ყოველ 1 საათში შეეცვლებიან ესენი. ანუ ასე რომ Facebook-ზეც გაკრული გვექნება და ბეჭდვითის გვექნება, რომელსაც დავარიგებთ ასოში. და რა გაიყიდება იქ, რას გამოფენთ, რაღაც გითხრათ. ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა ბავშვთა ცენტრებთან და ვაკეთებ სხვადასხვა სახის ვორქშოპებს, აი რაღაც ხელთნაკეთები და ბავშვებს აქვთ მომზადებული თავიანთი ხელთნაკეთი, რაღაც ბიჟუტერიები და აქსესუარები, რომლებიც ასევე იქნება მათი გამოფენა გაკეთება. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მოკლედ სიტყვით ფონოს. ასრულებთ დღეს ჩვენი განათლების პირველ ნაწილს. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ასევე ჩვენს მედია პარტნიორებს, ისინი ან გაზეთი პრაიმ თაიმი, ჟურნალი გზა, რადიო ფორტუნა პლუსი და ახალი ამბების სააგენტო ფრანც ნიუზი და დიდი მადლობა თქვენ სტუდიაში მოწვევისათვის. მადლობთ. აბა უკრავდით სერ პოლ მაკარტნი ქართულ ზომაში. ტაბიძის ლექსზე. 3
მშვენიერი გამოგთოდა ზევდა გაეშანი როგორც ხივზე ყვავილების გვერი სისხლის ნამით თოვით განაბალი შენ ზღვის პირად მიდიოდი სხივ ქვეშ თოდა შენი ნაციტანი დაფარავდა ზვალე სუროს ხერი საცვისა და ალვის ხეივანი Ocha. W.